წარმოიდგინეთ, ახლა 2025 წელია, 2025 წელი იწურება. მაგრამ მე ვსაუბრობ 2019 წელზე, ანუ ომამდე 2022 წელს განახლებულ ომამდე 3 წლით ადრე მიმდინარე ამბავზე, მომხდარ ამბავზე მიმდინარე პროცესებზე. უკრაინამ გამოაცხადა მისი ეკლესიის, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალია და უკრაინა ელის და ელის ყველა ეკლესიისაგან, ან ყველა მართლმადიდებლური ეკლესიისაგან მისი ავტოკეფალიის აღიარებას, მისი უკრაინის ავტოკეფალიის აღიარებას და დადასტურებას. თუმცა მასობაში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია არა და ქართველთა პოზიცია უკრაინელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს უძველესი, ან მოდი ასე ვიტყვი, ერთ-ერთი უძველესი მართლმადიდებლური ქვეყანაა. გაცილებით ძველი, ასე ვიტყვი, ვიდრე რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია და რუსეთი არის მართლმადიდებლური ქვეყანა თუ არა საერთოდ, ესეც საეჭვო რასაკვირველია, მაგრამ ახლა ამ თემაზე არ ვისაუბროთ. ჩვენ ჯერ არ ვიცით საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიცია, მაგრამ ძალიან ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღიარებს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას, ეუბნება რადიო თავისუფლებას ვიქტორ ელინსკი. ვინ არის ეს ვიქტორ ელინსკი და მე გეტყვით, უკრაინის მაშინდელი რადის დეპუტატი და არა მხოლოდ ის იმედოვნებს, არამედ მთელი უკრაინა ან მორწმუნე ხალხი ან ადამიანები, ვინც ამ საკითხით არიან ძირეულად დაინტერესებულნი, ელოდებიან საქართველოს ხელისუფლების, მოდი ასე ვიტყვი, მაგრამ უფრო სამღვდლო ხელისუფლების, სამღვდლო კრებულის გადაწყვეტილებას ვთვლათ ზუსტი რომ ვიყო. და მილოცვასაც ელოდებიან ჩვენ ტომოს სოზდია 1917 წლიდან ველით და საყოველთაო აღიარებამდე თვეები, თუნდაც წლები ჩვენ დიდ პრობლემას, ჩვენთვის დიდი პრობლემა არ არის. ეუბნება რადიო თავისუფლებას ლუდმილა ფილიპოვიჩი, უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ფილოსოფიისა და რელიგიის ისტორიის განყოფილების ხელმძღვანელი. მას ჯერა, რომ საქართველოს ეკლესია ერთ-ერთი პირველი იქნება, ვინც აღიარებს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას. ჩვენ უკვე დაახლოებით ვიცით, რომელი მართლმადიდებელი ეკლესიები აღიარებენ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას სწრაფად და რომლები იფიქრებენ წლების განმავლობაში და გვალოდინებენ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი, რომელიც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას აღიარებს. ეს ლუდმილა ფილიპოვიჩის სიტყვებია. საქართველოში რა პოზიციაა ამ დროს? საქართველოში ფიქრობენ, უფრო ზუსტი რომ იყო, საქართველოში ქმნიან იერს, შტაბეჭდილებას, რომ ისინი კითხულობენ ტომოს, ანუ ტექსტს და ფიქრობენ იმაზე, რომ აღიარონ, ასეთ იერს ქმნიან, შტაბეჭდილებას ქმნიან, რომ თითქოს და ფიქრობენ აღიარონ თუ არა უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალია, თუმცა გადაწყვეტილება აგე უკვე 6 წელი გავა მალე, გადაწყვეტილება ჯერაც არ მიუღია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და რატომ ბევრი თქვენგანი იკითხავს და იმიტომ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დამოკიდებულია ხლართებშია რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან, მარტივად რომ ვილაპარაკოთ კირილ გუნძაევ ბანდიტთან, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ლიდერთან, რომელიც აგიკითხავთ რომ ბანდიტია მეთქი და ყოველ სამკვირაში ერთხელ ხან ვარდებს უგზავნის მთავარ ბანდიტ პუტინს და ხან ვარდებს იღებს მისგან. ეს თემა საინტერესო რატომ არის მოცემულ ეტაპზე? საინტერესო მოცემულ ეტაპზე არის იმიტომ, რომ მე გამახსენდა ეს თემა, იმიტომ, რომ კონსტანტინოპოლის ეკლესიას იცით თქვენ აღიარებული აქვს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია და ეს არ არის უმნიშვნელო ამბავი, იმიტომ რომ კონსტანტინოპოლის ეკლესია შეიძლება, მოდი ასე გეტყვით, შეიძლება ჩაერიოს იმ პროცესში, რა პროცესის მიმდინარეობს ახლა დოროთე ყურაშვილის თავს, იმ ამბავში, რა ამბავის მიმდინარეობს დოროთე ყურაშვილის თავს, ლევან ნათეოს-სუთიძე, ტაბულას რედაქტორი და ამ სფეროში და ამ საკითხებში უაღრესად
უაღრესად მცოდნე და კვალიფიციური პირი წერს აი 24 წუთის წინ, ბევრს არ ესმის, რა სისასტიკეა მღვდელმოქმედების შეჩერება მძიმე მიზეზის გარეშე. ვინც მღვდელი გახდა, არა იმიტომ რომ მალეარობა გამოსდიოდა, არამედ იმიტომ რომ ღვთის მოწოდებას გაჰყვა. მისთვის ლიტურგია პიროვნებად განხორციელების გზაც არის. კრიტიკის გამო მღვდელი არ გაუშვა საკრამენტთან ჰუმანიტარული ბარბაროსობა. დიახ, ის სისასტიკე, რომელსაც ჩადის მართლმადიდებელი ეკლესია სინოდად წოდებული ან შიოს ბანდად წოდებული რაღაც ჯგუფი დოროთე ყურაშვილის წინააღმდეგ ეს ისტორიას დარჩება და დოროთე ყურაშვილს არ აქვს არანაირი შანსი რომ საქართველოში იპოვოს სამართალი და ისევ ლევან ნათეოს სუთიძე ტაბულას კვალიფიციური ჟურნალისტი, კარგი ჟურნალისტი, საუკეთესოთა შორის საუკეთესო ჟურნალისტი, მეთქი ასე ვიტყვი, მაგრამ ამას არ აქვს ახლა მნიშვნელობა კვალიფიციური მცოდნე ამ საკითხებისა. თავის წერილში კონსტანტინოპოლის ინტერვენციის დრო მოვიდა წერს შემდეგ სიტყვებს თელ სტატიას მე არ წაგიკითხავთ, თუმცა რამდენიმე ასპექტი კი საინტერესოა, რამდენიმე პასაჟი კი საინტერესოა, ის საუბრობს მათ შორის იმაზე, რომ ეკლესია იმართება ადგილობრივ ეპარქიულ, რეგიონულ, ავტოკეფალი ავტონომია უნივერსალურ დონეზე, ეპარქიულ დონეზე მღვდელმთავარი ფეოდალური ძალაუფლების მატარებელია, რთული არა. ბევრისთვის შესაძლოა კარგად ვერ გასაგები სპეციფიკური ტექსტია, მაგრამ მაინც ცხეთა თბილისის ეპარქია, სადაც მამათო დოროთე მსახურობს, იმართება იმ მღვდელმთავრის მიერ, რომელიც იმავდროულად კათოლიკოს პატრიარქი და მეორე ინსტანციის სასამართლოს თავმჯდომარეა. საეკლესიო სასამართლო იგულისხმება, როცა სინოდის თავმჯდომარე ერთია, ხოლო სინოდში შემავალი ეპისკოპოსების რაოდენობა არაერთი, არსებობს სამართლის პოვნის თეორიული შანსი. თეორიული ცხადია, პრაქტიკულს არ ნიშნავს წერს ნათეოს სუთიძე, მოხდა ისე, რომ მღვდელმთავარი, რომელმაც გაგა სამართლა ამ კათედრაზე ზის ნახევარი საუკუნეა, ილია მეორე, იგულისხმება და იმ სინოდს რომელსაც თავმჯდომარეობს, ბოლომდე აკონტროლებს, რადგან თითოეული მათგანი ლოიალობის ნიშნით გამოარჩია. მე დაუდასტურებ, რომ თითოეული მათგანი გამოარჩია ლოიალობის ნიშნით დასაკვირველია ილია მეორე. მორჩა ყველაფერი რეგიონულ დონეზე, მორჩა დასრულდაო რეგიონულ დონეზე კიო ამბობს ლევან სუთიძე და ჩვენ შემთხვევაში დანამდვილებით მორჩაო აბატებს ამას. თუმცა და ამის დამადასტურებლად ამბობს იმას, რომ ნახევარი საუკუნე ნული შეტრიალებული გადაწყვეტილება ვარ. არასოდეს არ ადამიანებს, რომლებიც დაჩაგრულან ან მიუჩნევიათ, რომ დაჩაგრულები ყოფილან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ, არასოდეს სამართალი არ უპოვიათ. მათ შორის არც 90-იან წლებში ლევან მათეოს სუთიძე არ იხსენებს ამ ამბავს, მაგრამ მე გაგახსენებთ ერთ საინტერესო ამბავს, როდესაც მსოფლიო საეკლესიო კრებიდან გამოსვლას სთხოვდა რამდენიმე მონასტერი და მონასტერში მყოფი მღვდელმსახურები საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და პატრიარქ ილია მეორეს, ის მონასტრები და ის მღვდელმსახურები განკვეთეს, შემიძლია გვარებიც გავიხსენო. ეს არის ასე მაგალითად ანდრია ბოროდა, რომელიც რამდენადაც ვიცი, ბოლო ცნობები არ მაქვს, მაგრამ მაინც მოღვაწეობდა შეერთებულ შტატებში. ასევე შემიძლია გავიხსენო ძმები აროშვილები, რომლებიც რამდენადაც ვიცი, მსახურობდნენ და ჰქონდათ საკუთარი ეკლესია. პრობლემებით სავსე, ეგრა მაგის პასუხია უკვე შემდგომ, როდესაც ისინი წამოვიდნენ საქართველოს საპატრიარქოდან და მათეული განმარტებით ნამდვილი ჭეშმარიტი ქრისტიანული მართლმადიდებლური ეკლესია დააარსეს და სხვები, თუმცა მათ გამოგირგვათ იმისა, ისინი მართლები იყვნენ თუ არა იმჟამინდელ საპატრიარქოსთან, კი არა საპატრიარქოსთან და მაშინ ილია მეორესთან, მათ სამართალი სპოვნა საპატრიარქოში რამდენადაც მახსოვს არც უცდიათ და რომც ეცადათ ისინი რასაკვირველია დამარცხდებოდნენ უკვე იმხანად საკმაოდ ძლიერ საპატრიარქო იერარქიასთან და იერარქებთან, რომლებიც წმინდა სინოდში მაშინაც
იყვნენ. რა ხდება შემდეგ თუ სინოდი არ განიხილავს ან ეპარქიის გადაწყვეტილებას ძალაში დატოვებსო წერს ლევანი და ბუნებრივი და ლოგიკურია რომ ნაციონალური ეკლესიების არსებობა თვალხილური რისკის მატარებელია. საერო ხელისუფლება და სასულიერო ხელისუფლება შეთამაშდნენო და შეთამაშებულნი არიან კობახიძე და ილია მეორე, კობახიძე და სინოდი, კობახიძე და შიო უფრო ზუსტი რომ ვიყო რასაკვირველია, მაგრამ არსებობს ასეთი გზა, რომელსაც როგორც ჩანს დაადგება დოროთე ყურაშვილი და ეს უკვე მეორე სტატიასაც გაგაცდით აბოდარიცაც გაგაცნობთ ნაწილს. რუსეთი არ აღიარებს კონსტანტინოპოლის პრივილეგიებს, რომლითაც მან უკრაინის ავტოკეფალია უბოძა, იმიტომ რომ რუსეთი და კონსტანტინოპოლი ერთმანეთთან გადაკიდებულნი არიან იმის გამო, რომ კონსტანტინოპოლმა უბოძა ავტოკეფალია უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას, რაც ვერ გააკეთა საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ეგრა მაგის პასუხია კრეტის კრებაზეც არ წასულა, არ დასწრებია, ამბობს ლევანიც და ახლა ნახეთ რას ამბობს დამატებით. კონსტანტინოპოლი მიიჩნევს, რომ მას აქვს უზენაესი სამართლის პრივილეგია და მას მართლაც აქვს უზენაესი სამართლის პრივილეგია, ასკრის ლევანი. საქართველოს საპატრიარქო კი სრულ თანაზიარებაში, ანუ ევქარისტიულ კავშირში, რამდენიც მიხვდები და თუ არა და გამისწორეთ, არის სწორედ კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან, ანუ ბარძიმში მოხსენიება და სრული თანაზიარება არის კონსტანტინოპოლთან, რუსეთთანაც ასეა, რამდენიც მახსოვს და ხვდები და ვიცი და ცოტა ამ შემთხვევაში ცოტა აღრევასთან გვაქვს საქმე. კონსტანტინოპოლი და მოსკოვი ერთმანეთთან თლად დალაგებულნი არ არიან, სწორედ უკრაინის გამო. მარტივად რომ თქვაო, აგრძელებს ლევანი, მამა დოროთე ყურაშვილსა და სხვა დასჯილ სასულიერო პირებს აქვს სრული უფლება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიმართონ აპელაციით, შემდეგ კი ყველაფერი ყოვლად უწმინდეს ბართლომეოსზე იქნება დამოკიდებული ძალიან მასშტაბურ კაცზე, მართლმადიდებლური სამყაროსათვის და ზოგადად ქრისტიანული სამყაროსათვის და არა მხოლოდ ჩვენს ეპოქაში, ჩვენს პერიოდში, არამედ ზოგადადაც ის ბართლომეოსი ითვლება უაღრესად ავტორიტეტულ, მცოდნე, კვალიფიციურ და ესე ვიტყვი ბურჯკაცად მართლმადიდებლური სამყაროსათვის დღესაც ჩაითვლება წლების შემდეგაც. რა თქმა უნდა, ეკლესიაში არ არსებობს პოლიტიკური დამოუკიდებლობის გარანტია და ეს გარანტია არც კონსტანტინოპოლის შემთხვევაში გვაქვს, მაგრამ დროა ლევანი ამბობს ფანარში იგრძნო, რომ საქართველოს საპატრიარქოს ზედმეტად დიდხანს იყო ალალბეც მინდობილობა საქართველოს საპატრიარქოსი არის რა, რომ მას არც არავინ განიკითხვის გადაწყვეტილებს, არც არავინ განიკითხავდა, თითქოს არ ჰყოლია მას, ან არ ჰყავს მას უფროსი ძმა, მეთქი ასე უნდა წარმომეთქვა, მოკლედ მსოფლიო საპატრიარქო თითქოს კონსტანტინოპოლის საპატრიარქო თითქოს არ არსებობს. თუ მსოფლიო საპატრიარქო საქართველოს ეკლესიის გადაწყვეტილებას შეცვლის, ეს იქნება მნიშვნელოვანი პრეცედენტი ბევრისათვის, სხვათა შორის მნიშვნელოვანი ამბავი ბევრისათვის. ამ პრეცედენტმა შესაძლოა მცხეთის კათედრას მინიმუმ უბიძგოს პროცედურების გამართვისაკენ. დიახ, არსებობს თეორიული შანსი, რომ საქართველოს საპატრიარქომ კონსტანტინოპოლს ევქარისტიული კავშირის გაწყვეტით უპასუხოსაც ჩემი მოსაზრებით ლევანისა და პატივისცემის მიუხედავად გათვალისწინებით მგონი რომ შეუძლებელია, ვერ გაბედავს ასე ვიტყვი, თუმცა ლევანმა მეტი იცის, უკეთ იცის და არ გამოვრიცხავს, ის არ გამორიცხავს ყოველ შემთხვევაში, თუმცა ლევანი ამბობს, რომ ეს იქნება დამანგრეველი საქართველოს საპატრიარქოსათვის. ცოტა არ მესმის წინადადება კი არა, აბზაცი დამანგრეველი იქნება, იმიტომ რომ არავინ იცის ვის მხარეს დადგება ჩვენი მრევლის განრისხებული ნახევარი. მე მგონი რომ მაინც დადგება ნახევარი, როგორ არის ესეც არ მესმის, მაგრამ ოკეი, კვლავ ვიმეორებ ლევანს მეტი ესმის და რა უფლება მაქვს შევიდე მასთან დისკუსიაში, მასთან ცოდნესთან, მაგრამ ნახევარი რამდენად იქნება, ამაზე კი პრინციპში კითხვის ნიშანს დავსვამდი. მე მგონია რომ მრევლის უმრავლესობა 90% მაინც დაიჭერს არა deep state-ი და შუაშია ახლა და არა deep state-ი
სოეთიფსთან მებრძოლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მარტივად რო ვილაპარაკოთ ილია შიოს პოზიციას ამას აცნობიერებს საქართველოს საპატრიარქოსო წერს ლევანი იმაზე რომ დამანგრეველი იქნება საკუთარი მოსაზრებაზე რომ დამანგრეველი იქნება ევქარისტიული კავშირის გაწყვეტა და ასე შემდეგ ბიუროკრატიული დეტალები უმნიშვნელოა საქართველოს საპატრიარქოს ადმინისტრაცია ჩავარდნილი პროექტია აბსოლუტურად მეთანხმები ბოტკოველისა და შიოსი ბოტკოველისა და ჭაღმაიზის და ზოგადად ადმინისტრაცია რასაკვირველი არ არის არც გრძელვადიანი პროექტი და ჩავარდნილი პროექტია მათ შორის იმიტომაც რომ რუსეთისაგან მას სრული ნდობა არა აქვს რამდენადაც ისინი ვერ აკონტროლებენ და მომავალში აღარ ვიცი რატომ და როგორ უფრო ვეღარ გააკონტროლებენ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას თუმცა სქიზმა როგორც ასეთი ის ეკლესია ის ტაძარი ჩემია და ის ტაძარი კი შენია შესაძლოა არ გამოვრიცხავ კგბ-ს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას აწყობდეს ვიდრე გადავალ დოროთე ყურაშვილის გადაწყვეტილებაზე მაღალი ალბათობით გადაწყვეტილებასაც მიიღებს არქიმანდრიტი ასე უნდა მომიხსენიოთ თქვენის ნებართვით მანამდე ვიტყვი ერთ წინადადებას თუ რამდენიმე წინადადებას ერთ თემასთან დაკავშირებით არ წყვეტს ევქარისტიულ კავშირს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ილია მეორეს თავკაცობით ერთადერთი ბრჭყალებში თუ ბრჭყალებოთ არგუმენტი იყო რაც ყველა ვიცოდით რომ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ გავწყვეტ ურთიერთობას რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან და ასე მაგალითად ვაღიარებთ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას ამ შემთხვევაში რუსები აღიარებენ აფხაზეთის წოდებული აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას ეს ამგვარი არგუმენტი შეგხვედრია ალბათ ან დაგხვედრია ან მოგვისმენია საპატრიარქოს ცალკეული წარმომადგენლებისაგან პირად საუბრებში ან უფრო საჯარო შესაძლოა საჯარო სივრცეებშიც კი მე არ პირველ ყოვლისა არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას ამ არგუმენტს და მეორე არ ვეთანხმები იმიტომაც დამატებით რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ისედაც თუ მოინდომებს აღიარებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კი არა აფხაზეთის ეგრეთ წოდებული რესპუბლიკის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას უბრალოდ ვერ დაამტკიცებს გაგიკვირდებათ და მაინც ვერ დაამტკიცებს მის სამოციქულოობას როგორც ასეც მიუხედავად იმისა რომ ეხლა შეგვიძლია ვილაპარაკოთ სიმონ კანადელზე თუ ანდრია პირველწოდებულზე სამოციქულო ეკლესია არის სწორედ რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უწყვეტი ჯაჭვით ასე ვიტყვი დაწყებული მე-4 საუკუნიდან მიუხედავად იმისა რომ უწყვეტი კი ვთქვი მაგრამ მე-19 საუკუნეში ჩვენ პატრიარქობის ჯაჭვი გაგვიწყვიტა რუსეთმა დაგვისვარა ეგზარხოსები ვიცით ეს ჩვენ პრინციპში ყველა აღარ გავაგრძელებ ამ თემაზე რთული თემა მე მომხრე ვიყავი და ვარ რომ საქართველოს ეღიარებინა ავტოკეფალია უკრაინისა თუნდაც რუსეთს გაეწყვიტა ურთიერთობა ჩვენთან და თუნდაც რუსეთი წასულიყო აფხაზეთის ავტოკეფალიის აღიარებაზე და ასე შემდეგ ისედაც ჩადის რუსეთი იქ საოცარ საშინელებებს მათ შორის ტაძრების მიმართ და ტაძრებს გვინადგურებს ხახვისთავიან საკუთარ ხახვისთავა გუმბათებს ადგამს ჩვენი ტაძრების მნიშვნელოვან ნაწილზე რომ ვიცოდეთ მაინც და რუსულად გარდაქმნის პრაქტიკულად ყველაფერს და ვერ ვაკონტროლებთ ამ ყველაფერს და სხვა აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე ვერ ჩადის და მით უმეტეს ვერ ჩავა მისი მათ შორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერც ვერ ასწორდეს აფხაზეთში რომ ვიცოდეთ და რომც ჩავიდეს რაც რომ სადოს ხო რუსეთთან შეთანხმების გარეშე ეს ყველაფერი ვერც მოხერხდება და მის მიმართ ლოიალობას რასაკვირველი არ დაადასტურებს აფხაზური მრევლი თუ სწორი ტერმინია. ახლა რაც შეეხება მამა დოროთე ყურაშვილს, მინდა კონსტანტინოპოლის ეკლესიას მივწერო, გადაარჩინოს ჩვენი შიმართმადიდებლობაო. დიდი ტექსტია საკმაოდ, მაგრამ ორ სიტყვას მიტყვი, მე სულ ვცდილობდი რომ ეკლესიის შიგნიდან მესაუბრა, ვინც ეკლესიაში იბრძვის ადრეც და ახლაც ზოგი გააგდეს და ისინი საყვედურობდნენ
რომ რატომ არ ამბობ ასე რა რომ მოხდება მე ყოველთვის ვისავდი ჩემს მუდმივ ჩარჩოებს იერარქიასაც პატივისცემით ვეპყრობოდი იქიდან გამომდინარე რომ ღვთელი ვარ და ეკლესიის შიგნიდან მინდოდა ვესაუბრა ახლა მიწევს გარედან საუბარი ჩემი სწავლება არ შეიძლება მაგრამ დამოკიდებულება შეიცვლება სტეფანეს ესეთი ეპისკოპოსის მიმართ შიოსთან მიმართებაში და ყველასთან მიმართებაში ვინც ეკლესიას ხუპავს და ასე შემდეგ და მე უკვე კი არა მანამდე წერს როთე ყურაშვილი ამბობს როთე ყურაშვილი ჩამოყალიბები და მინდა საქართველოს მინდა კონსტანტინოპოლის ეკლესიას მივწერო რამენაირად გადაარჩინოს ჩვენში მართლმადიდებლობა მე რასაკვირველია ვერ გამიგებს დამაკრიტიკებს პრევლის დიდი ნაწილი მაგრამ იმ პრევლის ნაწილი რომელიც ამ მეტწილად რუსულ ყაიდაზე მოქცეულ საპატრიარქოსთან არის საპატრიარქოს ღვთელმსახურებთან არის მაგრამ მინდა გითხრათ რომ დიახ ჩვენთან მართლმადიდებლობა გადასარჩენია თუ ის გადასარჩენია საერთოდ გადასარჩენია მეთქი თუ უნდა დაბეჯითებით ვიტყვი და თუ გადასარჩენია და რაღაცა გადასარჩენია შესაბამისად ჩვენ ის უნდა გადავარჩინოთ ისე როგორც სახელმწიფო უნდა გადავარჩინოთ და ვართ რა უძველესი ქრისტიანული ერი და ასე შემდეგ უნდა გავწმინდოთ საპატრიარქო იმ ბანდიტებისაგან რომლებიც ჭინკებივით შეესიენ ჩვენს ტაძრებს მეთქი ვიტყვი ასე ბოლო ამბავი რასაც ახლა გეტყვით არ ეხება საპატრიარქოს არ ეხება დოროთე ყურაშვილს არ ეხება უკრაინის ავტოკეფალიას რუსეთს გუნჯაევს ბანდიტ გუნჯაევს და ასე შემდეგ ეხება გაგიკვირდებათ და გოგა ხაინდრავას რა შუაშია გოგა ხაინდრავა არც არაფერში უბრალოდ ცალკე ვიდეო ბლოგი მას არ უნდა მიუძღვრას კაცმა მაგრამ ეს ამბავის რომელსაც ახლა გეტყვით რომელზეც ახლა გავამახვილებ ყურადღებას არ უნდა გამოტოვო მეორე მესამე თუ მე-17 მხრივ გოგა ხაინდრავა კინოცენტრისაგან 955,000 ლარს მიიღებს ეს ის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული ანუ კულტურის სამინისტროს კინოცენტრი კულტურის სამინისტროს ზედაცენტრი ანუ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება წოდებული ბანდა კირაკე კობახიძის და მის ზემოთ არსებული თომყოფი ბიძინა ბორია ივანიშვილი ოლიგარქი კაცი რომელსაც დაღუპა ეს ქვეყანა პრაქტიკულად თუმცა ჩვენ მეცინააღმდეგებით ამათმა გადაწყვეტილება მიიღეს ისევ და ისევ ამგვარი რომ გოგა ხაინდრავას პრაქტიკულად 1 მილიონი ლარი მიიღოს რაღაცა კონკურსში გამარჯვებისათვის წარმოიდგინეთ რამდენი ახალგაზრდა რეჟისორი რამდენი ნიჭიერი რეჟისორი რამდენი მოწადინებული რეჟისორი იჩაგრება იმიტომ რომ ეს მაფიოზები რომლებიც იღებენ პროპაგანდისტურ ფილმებს და საზოგადოებაში აღვივებენ სიძულვილს და საზოგადოებას ჩეხავენ საზოგადოებაში არსებულ უბსკრულს კიდევ უფრო აღრმავებენ საზოგადოების ერთ ნაწილს მეორე ნაწილს უპირისპირებენ და ამის გაწყვეტა შორის კურთხევას ამისთვის კურთხევაც აქვთ ცალკეული ღვთელმსახურებისა და კურთხევის გარეშე ხომ არ იქნება ეს ყველაფერი ესენი დამატებით ძარცვავენ ასე ვიტყვი ქვეყანას ან ქვეყნის ბიუჯეტს პრაქტიკულად $1 მილიონ მიიღებს გოგა ბანდიტი ხაინდრავა კაცი რომელიც პირველ პრეზიდენტს იარაღს ესროდა მერე სამეგრელოს ეგზეკუციაში მონაწილეობდა მერე რომელ ხელისუფლებასთან არ იყო მიტენილი რომელ ხელისუფლებასთან შევარდაძესთან სააკაშვილთან ახლა უკვე ივანიშვილის ხელისუფლებასთან იმისთვის რომ რასაც ჩადიოდა ხო მანამდე ის საქმეები გაეგრძელებინა უკვე შემდგომ პერიოდში და საბოლოო ჯამში გოგა ხაინდრავას ჩადიოდა ხალათს ამ ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებისა რა შუაშიაო არა არაფერ შუაში არ არის გულახდილად გეტყვით ბოლოშიც არ არის იმ მნიშვნელოვან თემაზე ვისაუბრეთ ჩვენ დოროთე ყურაშვილის გზაზე დოროთე ყურაშვილის გზა მიდის კონსტანტინოპოლამდე მიდის სხვაგან სამართლის პოვნამდე გოგა ხაინდრავა არაფერ შუაშია ამ თემასთან მაგრამ ის მასწეც უნდა მეთქვა მასწეც როგორც ბანდიტზე უნდა მეთქვა ორი სიტყვა ნახვამდის ხო ბოდიშ ვიხდი და ვეთანხმები ვახსანაიას ჩემს მეგობარს ყველაფერს უკან მოიტანთ ბიუჯეტის ვირთხებო ვახო წერს ამას ყველაფერს უკან მოიტანთ მართლა ვირთხებო გნებავთ ბიუჯეტისა და გნებავთ დიდი ბეღელისა ნახვამდის